გამარჯობა, ეთერში ალტერნატიული ხედვა, მისი წამყვანი თათია გაბრიჭიძე ვარ. პირველად მოგილოცავთ ბზობის დღესასწაულს. დღეს მართლმადიდებელი სამყარო ბზობას აღნიშნავს დიდებით, მაცხოვრის დიდებით შესვლას იერუსალიმში. დღეს ყველა ეკლესია მონასტერში, ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში აღევლინა წირვა-ლოცვა. და ითქვას ისიც, რომ ბზობა 12 დღესასწაულიანი იგი პირველი მოძრავი დღესასწაულია და იგი ყოველთვის აღდგომის წინა კვირას აღინიშნება, ხოლო ხვალიდან უკვე ყველაზე მძიმე პერიოდი იწყება მთელი მარხვის განმავლობაში ვნების კვირა და ჩვენ უკვე დაველოდებით მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას, თუმცა ყველას ერთად გვაქვს გასავლელი ეს ვნების კვირა, ეს მძიმე კვირა, მაცხოვრის გაცემა და ასე შემდეგ და ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, გაჩვენებთ, ასევე ჩვენს Telegram არხზეც აიტვირთება კიდევ ერთხელ თითოეული დღის მნიშვნელობის განმარტება სასულიერო პირების მხრიდან და სწორედ ამ ფორმით შეიძლება ითქვას იქნება მომართული როგორც ტელევიზია, ასევე Telegram არხი ვნების კვირაში, გარდა სხვა სიახლეებისა, რომელიც აქტიურად იდება ხოლმე. რაც შეეხება ჩვენს სტუმარს, პირველ ბლოკში ჩვენი სტუმარი არის პოლიტიკოსი კახა კუკავა. მოგესალმებით, გილოცავთ ბატონო კახა, ბზობის დღესასწაულს და მადლობას გიხდით სტუმრობისთვის. მადლობას გიხდით პირიქით მოწვევისთვის და მეც უერთდებით თქვენს მელოცავს, სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღესასწაულს და რა ვიცი, უსურვებ ჩვენ ქვეყანას მშვიდობას და გაერთიანებას. კი ბატონო, ჩვენ მოგვიწევს რომ ვისაუბროთ პოლიტიკურ თემებზე და ალბათ ყველაზე აქტიურად რაც განიხილება უნდა ვისაუბროთ როგორც პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე სოციალურ საკითხებზეც, რომელიც დემოგრაფიულ საკითხებზეც მათ შორის და ეს სამივე ერთმანეთში იმდენად მჭიდროდ გადაჯაჭვულია, რომ ისი ერთმანეთისგან გამოყოფა და განცალკევება თითქმის შეუძლებელი ხდება, მაგრამ დავიწყოთ ამ შემთხვევაში პოლიტიკური თემატიკით და შემდეგ გადავიდეთ დანარჩენებზეც. უპირველესად მთავარი ყურადღება საზოგადოების მხრიდან დათმობილი არის დროებით საგამოძიებო კომისიაზე. ასევე რიგი სხვა განცხადებებიც კეთდება, მაგრამ მთელი ყურადღება დათმობილი არის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, რომელზეც მაყურებლისთვისაც რო იყოს ცნობილი, ხვალ ელოდებიან ოცნების ყოფილ პრემიერს და შინაგან საქმეთა მინისტრს, მათივე ყოფილ გამარჯვების ფორმულა გიორგი გახარიას, მასთან სხვადასხვა ნაწილში არის კითხვები, ისე როგორც 20 ივნისის დარბევის ნაწილში. მთელი ყურადღება არის ამ დროებით საგამოძიებო კომისიაზე და ჩვენ ვხედავთ ძალიან მძიმე საქმეების ხელახლა გაცოცხლებას, გახსენებას და ამ ადამიანების გაჭირვების და უსამართლობის მსხვერპლების კიდევ ერთხელ გამოჩენას და ამ ტკივილის გახსენებას. ხო, რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი, თუმცა აი თქვენ როგორ ხედავთ, თქვენ გახსოვთ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმიც, გახსოვთ ის დანაშაულებებიც, გახსოვთ დაპირებებით სამართლიანობის აღდგენის შესახებ, ირინა ენუქიძეს გახსოვთ, რა თქმა უნდა და აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თქვენ როგორ ხედავთ, რა არის ამ დროებით საგამოძიებო კომისიის დანიშნულება? დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თათია მოწვევისთვის. რაც შეეხება ამ თემას, ჩემი აზრით ეს წულუკიანის კომისია არის ტრაგიკომიკური მასხარადი. ტრაგიკული არის ამ ყველაფერში ის, რომ ძირითადად ის ამბები, ის ადამიანური ისტორიები, რასაც ვისმენთ ჩვენ, შეეფარება სიმართლეს და ნამდვილად ნაციონალური მოძრაობის დროს შეიძლება ითქვას, რომ ჰიტლერული გერმანიისთან სხვა რა ვიცი ცნობილი ბოლშევიკური რეჟიმის და შემდეგ რომ გავიხსენოთ, გადააჭარბეს, ზოგიერთ რაღაცაში გადააჭარბეს კიდევაც არათუ გაიმეორეს სააკაშვილის რეჟიმმა, ასეთი ტერმინი არსებობს სამართალში, დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ და მათ ეს მრავლად ჩაიდინეს და ეხლა ბუნებრივია რომ ეს ყველაფერი აძლევს ტრაგიკულ ელფერს, თუმცა დარჩენი ყველაფერი ამ კომისიაში არის კომიკური და ძალიან სამწუხარო არის, რომ ეს ადამიანების ტრაგედია გადაქცეული არის კომედიად. ეხლა წულუკიანს თუ თავისთავად წარმოუდგენია როგორც ნიურნბერგის ტრიბუნალის პროკურორს, ნიურნბერგის ტრიბუნალზე ვინც იყვნენ, ხედავთ ჩვენ რომ იქ ყველანი იყვნენ დაკავებულები, დაპატიმრებულები და საბოლოო ჯამში ზოგს სიკვდილით დასჯა გამოუტანეს და ზოგს ძალიან გრძელვადიანი სასჯელები. ამ კომისიის მიზანი არ არის არც არაფრის გამოძიება, არც არავის დასჯა. ამ კომისიის მიზანი არის ქართული ოცნების საარჩევნო პირი და წულუკიანს წამოწდება კიდევაც ხოლმე ხანდახან გახსოვთ ეს რომ აი საზოგადოებამ დაინახოს, აი ამათ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა.
ეს რა ხდება? ესე იგი ადამიანებს იმიტომ იბარებენ და მე ვიცი ხა ძალიან ბევრი ჩემი ახლობელიც იქნა იქ რამოდენიმე გამოძახებული და რამოდენიმე საჯაროდაც დაუწერე და ისედაც. ასეთი სულელი როგორ უნდა იყო ადამიანი, რომ წულუკიანისგან ან ელოდეს სამართლიანობის აღდგენას, ან თავი გამოაყენებინა. იქ ხა ადამიანები საშინელ ისტორიას რო ყვებიან. ამ ისტორიის მეორედ მოყოლა ყველა შემთხვევაში ძალიან მძიმე, მაგრამ კიდე ღირს ნებისმიერ გაუძიებელს და პროკურორს შეიძლება მოთხოვოს ხერხს, რომ გაიხსენეთ ეს გამოძიება სჭირდება, იმიტომ რომ ვიღაცა დავსაჯოთ. და რეალურად ამ ხალხს ამ ყველაფერს აყოლინებენ იმის გამო, რასაც წულუკიანი ამბობს, რომ აი ამათ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა და მოდი ახლა ეს ტელევიზიით გავაშუქოთ. რამოდენიმე მონიშნულიც მაქვს მე იქ ადამიანი, რომელიც კონკრეტულ ჩვენებას იძლევა მძიმე კატეგორიის სიცხლის სამართლის დანაშაულზე. და 13 წლის მანძილზე მე პირადად მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით ქართული ოცნების პირველ წლებში, როცა რაღაც გარკვეული მოლოდინი არსებობდა, რომ ეს სამართლიანობის აღდგენა დაიწყებოდა, ძალიან ბევრი ოჯახის უბრალოდ იურისტი ვიყავი, იურიდიული მრჩეველი ვიყავი და პირადად მაქვს შეტანილი პროკურატურის კანცელარიაში განცხადებები, ბონდო შალიკიანის ოჯახის ადვოკატი ვიყავი წლების მანძილზე და სხვაებიც ბევრი. ნაგვის ყუთში მოისროლა მათ შორის მაშინ ისე თქვენ რომ თეა წულუკიანი იყო იუსტიციის მინისტრი და მის დაქვემდებარებაში შედიოდა გენერალური პროკურატურა და ნაგვის ყუთში მოისროლა არა ზოგიერთი, არამედ ყველა 100%. ვერც ერთ ადამიანს თქვენ ვერ ნახავთ რომ მათ მოახერხეს და რაიმე სამართლებრივი პირველი ადამიანი რომელმაც მოახერხა და სააკაშვილის დროს გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება გადასინჯა ეს იყო ქიბარ ხალვაში და ამას ახლა ვერანაირად სამართლიანობის აღდგენას ვერ უწოდებთ ეს გვესმის რომ მაშინ ხელისუფლების რაღაცა გარკვეულ კომერციულ ინტერესებში ჩაჯდა. აქედან გამომდინარე მე ამას გარდა იმისა რომ კომიკურს უწოდებ არის კიდევ ერთი ძალიან ცუდი მომენტი რომ ხდება იდეის დისკრედიტაციაც იცით იმიტომ რომ ისედაც ძალიან დიდი დრო გავიდა და გარკვეული წლების შემდეგ ახლა აი რასაც წულუკიანი აკეთებს ამის გამო შეიძლება რეალურად სამართლიანობის აღდგენის იდეა აი და გვეღირსოს ამ ქართველებს და საქართველოს მართლაც ნორმალური ხელისუფლება დისკრედიტირებული არის თვითონ უკვე იდეა არა და მართლაც არის ჩემი აზრით აუცილებლად გასამართლე ამ ქვეყანაში ნიურნბერგის ტრიბუნალი როგორც სააკაშვილის ასევე აქვე მიმაყოლებ შევარდნაძის რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე და ცოტა გამიგზელდა მონოლოგი ერთს მივამატებ კიდე ამ ყველაფერს კომიკურობა ჟღერს ესას ძენს და ამატებს კიდე კომისიაში იმ დღეს პარლამენტის გვერდზე რაღაცა კანონპროექტს ვეძებდი და გამომიგდო ეს კომისია დავაკლიკე, გამომიგდო კომისიის შემადგენლობა და რა წევრებზე იქ ადვილად ეკლიკება გადახვალ ბიოგრაფიაზე. შარვანაშვილი არის ამ კომისიის წევრი, რომელიც დღე არ გაუცდენია 2023 წლის 23 ნოემბერს რომ მოხდა რევოლუცია და 2012 წლის 1 ოქტომბერს დაემხო სააკაშვილის რეჟიმი, დღე არ ჩაუგდია შაბათი და კვირა. პირველიდან ბოლო დღემდე იყო ნაციონალური მოძრაობის მოსამართლე, საკონსტიტუციო კომისიის წევრი, სესკოში მუშაობდა და საჯარო სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურაში. ბოლოს ელჩი იყო. ეს ადამიანი ხა რა ვიცი ნიურნბერგის ტრიბუნალზე თუ საუბრობთ და შეიძლება და მაგალითად რომ ნიურნბერგის ტრიბუნალში გერინგი არ იყო არა ჯარდებულების მხარეზე არამედ ტრიბუნალ პაულიუსი მაგალითად იყო ბოლო-ბოლო ხო დანებდა უფრო ადრე პორტირებული ასე ვთქვათ დღევანდელი ენით რა ვთქვათ ხო იყო მოკავშირეებში ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ეხა და სხვა შორის ყველა დანარჩენიც იყო იქ ან ნაცების ლოიალური პიროვნება ერთადერთი ვინც ეხა ფორმალურად შეიძლება ვთქვათ რომ არ იყო ნაციონალური რეჟიმის კადრი მაგ არის ოზარ სუბარი კი ბატონო და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის გამო მე ერთი რაღაცაც მიჩნდება ეხა ცხოვრების ბოლო პერიოდში მქონდა ძალიან აქტიური შეხება სულხან მოლაშვილთან ისედაც ჩვენ მეგობრობდით ადრეული პერიოდიდან და აი გარდაცვალებამდე რამოდენიმე კვირით ადრე შევხვდით ხანგრძლივად ვისაუბრეთ და გულნათკენი იყო ძალიან მერე დაუბრუნეს ოჯახს რაღაცა რო გარდაიცვალეს ეგ სულხანის გარდაცვალება იყო ეთყობა ამისთვის საჭირო ვერსად ვერაფერს ვერ მივაღწიოდა ეს მრავალათასიანი არმია საქართველოში ვინც სააკაშვილის დროს ზოგმა ციხე-ხეხა ზოგმა სიცოცხლე დაკარგა ზოგმა ჯანმრთელობა დაკარგა ზოგი მიტინგზე წევეს ზოგს ქონება წაართვეს ზოგს ოჯახი გაუნადგურეს ეს ხალხი ივანიშვილს ფეხებზე კიდია ქართულ ოცნებას ფეხებზე კიდია და აი წინა საარჩევნოდ გაახსენდებათ ხოლმე მარტო აი მოიყვანეთ ის დაზარალებულება აი დაახლოებით ესეთი დამოკიდებულება აქვს ერთი მომიძებდეთ ერთი ორი სააკაშვილის პატიმარი აი ესეთი დამოკიდებულება აქვს ფეხებზე დაიკიდა ქართულმა ოცნებამ რა ნამუსით ლაპარაკობენ ეხა ემზარ კვიციანს მოусმინეს და ნორა კვიციანი გარდაცვლილი არის ნორა კვიციანი ხა ახლა ურთიერთობა გქონდა ჩვენ ნორა კვიციანის მოსამართლე უვადოდ დანიშნეს ამ იმეებმა რა ქვია კოცებმა სასამართლოში პირადად დაურეგე ქალბატონ ნორას იმიტომ რომ ზუსტად გვარი რა ვიცი ხო შეიძლება შეცდომით მახსოვდა და მე ვთქვი ქალბატონ ნორა ეს დათო კეკენაძეს რო ნიშნავენ მეთქი დავით კეკენაძეს ეს გვარი ემთხვევა თუ ჩემი მოსამართლეა ჩემი მაგას ამოუწყდა ყველაფერიო ეს რეჟიმი როდესაც გველაპარაკება ჩვენ სამართლიანობის აღდგენაზე რა ვიცი აი მე პირადად რო ვიყო ბრალდებლის როლში
ნამდვილად ერთ წამზე თუ დავსვამდი სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, გვერდზე მიუსვამდი წულუკიანს თავისი კომისიით და თავისი პროკურორებით, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ დანაშაულის დაფარვა და არ გამოძიება, ეს დანაშაული არის სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი არის. ეს თუ ხდებოდა და ეს თუ იცოდით 13 წლის მანძილზე და ეს ხალხი პროკურატურას მოგმართავდათ და ამ საქმეს არ იძიებდით. ეს ნებისმიერი გინდა ქართული, გინდა ფრანგული და გინდა გერმანული კოდექსის მიხედვით არის კორუფციული დანაშაული და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოვადრო, როდესაც ნაცებს პასუხსაგებინებენ თავიანთი ჩადენილი დანაშაულისათვის, ხოლო ქოცებს პასუხსაგებინებენ მათთან თანამშრომლობისა და დანაშაულის დაფარვისათვის. კი ბატონო, ამ კომისიაში არის კიდევ ერთი ნაწილი, ანუ აქ კონკრეტულ საქმეებზე არის საუბარი, ხო? იხილება აგვისტოს ომის ნაწილი, იხილება ბიზნესის მიმართულებით ჩადენილი დანაშაულები, ბიზნეს რეკეტი და ასე შემდეგ. და იხილება ასევე ეს მკვლელობები, თუმცა ჩვენ ვერ ვიტყვით, სისტემური მკვლელობები, თუმცა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ამ სისტემური მკვლელობების ნაწილში, ну, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპამდე ყველა საქმე არის რაღაცნაირად მოცული, ხო? ну, ყველაფერს ვერც მოასწრებენ ეს თქვენს კიდევ. არც არის მიზანი გამოცანა. კი ბატონო, თუმცა გადაიწიენ, ყოველ შემთხვევაში წულუკიანის იდეა არის, რომ 5 ივნისამდე მიეცეთ მათ დრო, 5 მაისის ნაცვლად, ანუ გაიზარდოს კომისიის მუშაობის ვადა. ჩვენ ამ დრომდე მოვისმინეთ აგვისტოს ომის ნაწილი ფრაგმენტულად, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ასევე ბატონი შავაძის ქრივის კიდევ ერთი გამოსხვა და გახსენება იმ უბედურების, რაც მათ ოჯახს დაატყდა თავს. აფრასიძეების საქმე მოვისმინეთ ასევე და გირგვლიანი ორად წოდებული საქმე მოვისმინეთ. სადაც მოქმედი ფიგურანტები არიან, შეიძლება ითქვას მეტნაკლებად ამ ხელისუფლების პირობებშიც კომფორტულ მდგომარეობაში, ხო? ვიღაცებმა მართალია გაასწრეს იგივე დათა ახალაიამ, რომელიც ბოლო მონაცემებით საბერძნეთში იყო და ნუ ახლა არ ვიცით სად არის, მაგრამ მან გაასწრო, მაგრამ იგივე სხვა დანარჩენ საქმეებში, მაგალითად პატარიძეების ფიგურირებდნენ თუ არ ვცდები და ერთ-ერთი დღემდე ოცნების კადრია და თუ არ ვცდები ელჩად არის დანიშნული. ნუ ეს არ არის ბოლო მონაცემი, ვთქვათ, ანუ ერთი გამონაკლისი, როცა ქართული ოცნების პირობებში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან კარგი რაღაც სასათბურე პირობები ნახეს და შეძლეს იგივე თავისი თავის მოძებნა. აი ამ ნაწილში ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე, როცა აყოლებენ კონკრეტულ საქმის შესახებ დაზარალებულებს და შემდეგ თვითონვე რაღაც ფრაგმენტებს უსწორებენ, ან საქმეში დევს და უნდა მათ გაახსენონ, ან თუნდაც იყენებენ ფრაზას მივმართავთ პროკურატურას, რომ გამოვითხოვოთ დოკუმენტები. ცოტა ვრცლად კი გამომივა კითხვის დასმა, მაგრამ ვეცდები რომ მოკლედ ჩამოვაყალიბო. მოკლედ ამ სამგამოძიებო კომისიის მთავარი იდეა არის ის, რომ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ აიკრძალოს კონკრეტული პარტიები, ალბათ ნაციონალური მოძრაობა და მასთან აფილირებული პარტიები, რომლებიც მიუღებელი არის ამ ეტაპზე და ისედაც მიუღებელი უნდა იყოს, მაგრამ პოლიტიკური საქმიანობა მათ უნდა შეუწყდეთ. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი დევს პროკურატურაში ბნელ და მტვრიან თაროზე და ეს უნდა გამოითხოვოს პარლამენტმა. რა საჭიროა, რომ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დადოს დოკუმენტი, რომელსაც შემდეგ პარლამენტს წარუდგეს, შემდეგ ალბათ ის გაიგზავნება პროკურატურაში, როგორც სამართლებრივად როგორაა. შემდეგ პროკურატურა ალბათ მიმართავს, ან თუნდაც სახელმწიფოს ოფიციალურ პირებს მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, შემდეგ დაიწყება ეს პროცესი. პირდაპირ მიემართა პროკურატურას ამდენი წლის განმავლობაში მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ეს ხო ძალიან მარტივად შესაძლებელი იყო. ან თუნდაც კონსერვატიული მოძრაობის მაგალითზე ხომ ჩანს, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში პოლიტიკური პარტიის გაუქმება ერთი წუთის, ну, კაცრავად 5 წუთის ამბავია, 5 წუთში გაუქმდა ეს პარტია. შესაბამისად, ისიც ხო მარტივად გაუქმებადია, თუ ამას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნება თან ახლავს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმები, პრინციპში პასუხიც იყო ამ შეკითხვაში თათია. მიზანი რა არის ამ შემთხვევაში? კი, მიზანი ამ შემთხვევაში არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ვაჭრობს, ეხა ივანიშვილის რეჟიმი ვაჭრობს დასავლეთთან და ნაციონალურ მოძრაობას აკრძალავენ თუ არ აკრძალავენ, ამას არც წულუკიანს ეკითხება არავინ, არც პროკურატურას და არც საკონსტიტუციო სასამართლოს. ჯერ კიდე აქ იმედები, რომ ასე ვთქვათ, გადატვირთავენ ურთიერთობას ტრამპის ადმინისტრაციასთან, ну ეს იმედები ყოველდღიურად კლებულობს, მაგრამ ну ჯერ კიდე აქვს. ამიტომაც თუ მოხდა ასე ვთქვათ, მეტნაკლებად იქ ვიღაც რო ყავთ პიაკაუმა და ვიღაც 1-2 ასე ვთქვათ, ნახეს თავისი ძმაკაცი იმათ ხვდებიან და თუ გამოუვიდათ ასე თუ ისე თავიანთი თუნდაც ნახევრად ლეგიტიმაცია, მაშინ რა თქმა უნდა ნაციონალურ მოძრაობას არ აკრძალავენ და პირიქით ჩვენ ნახავთ ისეთივე სცენებს
როგორცაც უყურებდით 13 წლის მანძილზე კოცების და ნაცების, ისევ კისკის რაღაცა კონსოლიდაციის, ერთობის და თანამშრომლობის მაგალითებს მრავლად გვინახავს ასეთი. შესაძლებელი არის მოხდეს აკრძალვა იმ შემთხვევაში, თუ ასე ვთქვათ, ივანიშვილი ბოლომდე დარწმუნდა იმაში, რომ მას დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენა არ გამოდის და ასე ვთქვათ, დემოკრატიის ფასადის შენარჩუნება არ ჭირდება. ოღონდ ამ შემთხვევაში მარტო ნაცებს აკრძალავს თუ მიაყოლებს კიდე ყველა სხვა პარტიას, ეს ცალკე კითხვის ნიშანი არის, იმიტომ რომ ეხლა რეალურად შიზოიდები განაგებენ ქვეყანას. ხა კობახიძე გამოვიდა და 64-დან 74 მუნიციპალიტეტში უნდა დავამარცხოთ ოპოზიციაო. ალიევის ინტერვიუებს უსმენ, ლუკაშენკოს ინტერვიუებს უსმენ. ნუ პუტინს არც შევადრით ამას, რა ვიცი, ყაზახეთში არის მართველი რეჟიმი, ყველა ის ქვეყნები, რომელსაც ჩვენ წლების მანძილზე ზევიდან უყურებდით, ისინი არ იძახიან. ფორმალურად მაინც არც ერთ მაგ ქვეყანაში ყველა მუნიციპალიტეტში მართველი პარტია არჩევნებს არ იგებს. აქედან გამომდინარე, თუ ხელისუფლება ამ გზით წავიდა, რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობას აკრძალავენ, თუმცა არა მარტო ნაციონალურ მოძრაობის აკრძალვას დასჯერდებიან ასეთ შემთხვევაში. ამიტომაც მე ვფიქრობ, ეხლა ყველაფერი წყდება ალბათ უახლოეს დღეებში თუ არა კვირეებში იქნება ბრიფინგი ვაშინგტონში, სადაც გაკეთდება განცხადება საქართველოსთან მიმართებაში და თუ ეს განცხადებები იქნება კრიტიკული, მე ვიხილავთ ჩვენ კობახიძეს თმები კი აქვს გაშლილი და დანარჩენებიც გაიშლიან თმებს და გვეტყვია რომ ტრამპიც გამოდგა პორტირებული თუ ჩანერგილი deep state-ის მიერ ჩანერგილი ჭეშმარიტ კონსერვატიული მოძრაობა. კი უკვე დაიწყეს ამისი მომზადება. შეიძლება ვერ დაამარცხოს. იმის თქმა მინდა რომ არაფერი სერიოზული იურიდიული პროცედურა იმისთვის რომ ნაციონალური მოძრაობა აიგრძალოს ამ ხელისუფლებას, ან საერთოდ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა საერთოდ არც არის პრიორიტეტი თუ სამართლიანობაზე საუბრობთ. საერთოდ სადგენაზე პირველ რიგში ყოველთვის ყველა ქვეყანაში არის რომ დამნაშავე დასაჯე, ჩასვი ციხეში, რაც არ გაუკეთებიათ და მეორე, აღადგინე თავისუფლებებში ის ხალხი, ვინც დაზარალდა. ქონებას რომ არ უბრუნებენ არავის საერთოდ. ქიბარხალვაში თუ არ ჩათვლით, თუმცა ქიბარხალვაში თვითონაც რეკეტი ორი იყო და იცით რომ თვითონაც სხვას წაართვა და მერე წაართვეს მას. რა სამართლიანობის თავი, რა შეაინტერესებს ეხა იმ დაზარალებულ და გაუბედურებულ ოჯახებს ნაციონალურ მოძრაობას თუ გაუქმებენ რეგისტრაციას, დიდი ამბავი გვარამიას იმით იყრიან კენჭს ეხა და უამრავი ნაციონალური პარტია ყავს კიდე ქართულ ოცნებას თავის ფთებქვეშ მოკალათებული. ასე რომ ეგ საერთოდ არ მიმაჩნია რომ ან საჭირო საკითხი იყოს და საერთოდ გარკვეულწილად მგონია რომ არასწორი საკითხიცაა პარტიის აკრძალვა, შენ დასაჯე კონკრეტულად ის ადამიანი, რაც დანაშაული ჩაიდინა და რეალურად გამოვა აკრძალვა, მაგრამ ხა თუ ქვეყანაში ყავს, მე სხვა შორის, აი თქვენ რო ალტინფორო აკრძალეს, მაშინ ბევრთან მქონდა დისკუსია ამაზე, ну ძალიან ბევრი თქვენ მომხრეც ყავს და ოპონენტიც ყავს ალტინფოს კი არა ბოდიში კონსერვატიულ მოძრაობას, მე ვამბობდი რომ თუ ამ ხალხს როგორც თქვენ ამტკიცებთ, ძალიან ცოტა მხარდამჭერი ყავს დაუშვათ 1% და 2%, რად გიშლით? მისცეთ იმ ხალხს ისედაც ვერ გადალახავენ. თუ ყავთ ხარდაჭერი ძალიან ბევრი, შენ ვინ კითხავს, რომან გოცირიძე რო ხარ ან ხატია დეკანოიძე რო ხარ, რომ ამ ხალხს ხელისუფლება ჩამოართვა. და მასეთი კუთხით რო შევხედო, ეხლა მე საქართველოში პარტიებს ვინ მომწონს და ვინ არ მომწონს, ოცნებას ასაკს ძალიან ნაციონალურ პარტიის აკრძალვას ზოგადად მგონია რომ არის არასწორი ნაბიჯი, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ნაცებიც არიან ისეთივე კონსტიტუციურ უფლებებში როგორც ყველა დანარჩენი და ხა თუ მოწონთ სააკაშვილი შეგვიძლია ამის გამო დავცინოთ, გავლანძღოთ, გავაკრიტიკოთ, მაგრამ ეხა მის მიერ ნაცებისთვის მიცემული ხმა არ შეიძლება რომ გადავაკეთოთ ეხა რომ ვითომ სხვა პარტიას მისცეს ხმა. ამიტომაც ამ იდეას საერთოდ აქვე ეს ნაწილის რომ ამოვწუროთ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა, ეს ხომ არ ნიშნავს რომ არ შეუძლია პარტიამ სახელი შეიცვალოს და აბსოლუტურად სხვა პარტიაში გადაპორტირდნენ იგივე სახეების რა თქმა უნდა ეს მოხდა კიდევაც ახლა არიან ხო? აი პირობითად აი თქვენ ახსენეთ აკრძალვას რაც შეეხება თქვენ ახსენეთ სულხან მოლაშვილი და ის ყველაზე ცნობილი განცხადება არის ბატონი სულხანის, როცა მან პირდაპირ ხელი დაადო გიგა ბოკერიას, რომ ის წამების ნაწილში გიგა ბოკერია იყო როგორც დამკვეთი, ასევე ესწრებოდა მისი წამების ნაწილს და ზუსტად იმ პერიოდში, როცა კონსერვატიულმა მოძრაობამ, კონსერვატორების საქართველოსთვის პარტიამ განაცხადი შეიტანა, ასევე შეტანილი ჰქონდა გიგა ბოკერიას და ჩერგოლეიშვილის პარტიას განაცხადი. მათი განაცხადი დარეგისტრირდა, პარტია დაურეგისტრირეს, არანაირი ხარვეზი არ მოვიდა და კონსერვატორების საქართველოს პარტია დახარვეს. ძალიან კარგი მაგალითია. გაუგებარია ამ ეტაპამდეც
თუ რას ითხოვენ და რა არ აკმაყოფილებთ და აქედან გამომდინარე რამდენად შესაძლებელია რომ ახალ-ახალი პარტიები გამოჩნდნენ აბსოლუტურად სხვადასხვა სახელებით და სხვადასხვა სახეებით წინ, მაგრამ რა თქმა უნდა ესეც ძირითადი გუნდი და ბირთვი იყოს სწორედ ის გამოცდილი ნაცები, რომლებიც ზონდერებად იქცნენ. ეს შეიძლება თათია იყოს ამ ხელისუფლების ამოცანა, თუმცა მე მაქვს განცდა რომ ეს კომედია თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, იმიტომ რომ ეხლა რასაც ივანიშვილი აკეთებს, საქართველოს ყველა ხელისუფლებას თავისი შეცდომები ჰქონდა და საკმარისი ჰქონდა, მაგრამ რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ეს არის აი ისეთი ქართულ ენაზე არის, რომ აი ატეხილი რო არის და რომ უნდა ასე ვთქვათ რაღაცით დაამთავროს, იმიტომ რომ ოპოზიციის ლიდერი როცა არის სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი და ეს უნდათ რომ ხალხს ასე ვთქვათ შეასაღონ. გიორგი თარგამაძე ვერ შეასაღა სააკაშვილმა ოპოზიციად ხალხს მიუხედავად იმისა, რომ ეხლა თარგამაძე იმასთან სოზარ სუბართან შედარებით ის იყო, რა ქვია, ინგლისის ლორდი. მაგრამ არ შეიძლება რომ აი ესეთი დაბალი წარმოდგენა გქონდეს საკუთარ ხალხზე, თორემ მე სილას გაგაწნავენ და ის რის მცდელობასაც ეხლა ივანიშვილი ცდილობს როგორი პარტიული სისტემის აშენებას თუ დაშენებასაც ჩემი აზრით ეს არ იმუშავებს, გასკდება და მან შეიძლება მიიღოს ძალიან ასე ვთქვათ მისთვის მოულოდნელი ტიპის სანქციები, რომელიც იქნება არამხოლოდ შეერთებული შტატებიდან, რისიც მას ძალიან ეშინია და ბრიტანეთიდან, არამედ რუსეთიდანაც. იმიტომ რომ საქართველოში ეხლა ჩვენთან ზოგი არის თავგადაკლული პრორუსი, ზოგი არის თავგადაკლული პროდასავლელი, მაგრამ ჩვენ ისტორიას თუ შევხედავთ, ხელისუფლებების ცვლილება არც ერთი არ მოხდა, რომ რუსეთმა ჩამოაგდო ან ამერიკამ ჩამოაგდო. ყველა ხელისუფლება ზვიადიდან დაწყებული, ყველა მას შემდეგი შეიცვალა ამერიკის და რუსეთის შეთანხმებით. შეთანხმება ხდებოდა ეს, ეხლა უბრალოდ ვიღაცა ერთი მხრიდან უყურებს, ვიღაცა მეორე მხრიდან და სავარაუდოდ, რასაც ივანიშვილი აკეთებს ეხლა, ეს შეიძლება დამთავრდეს იმისთვის, რომ იმითი რომ მან ვერ მოასწრებს აი ამ თავისი რაღაცა უცნაური ექსპერიმენტების ბოლომდე მიყვანას და მოხდება ხელისუფლების ცვლილება. მას რაც შეუძლია პრინციპში მას ამ პროცესზე ვერ გააჩერებს. მას რაც შეუძლია ერთადერთი დღეს თუ საერთოდ რა ქვია რაიმე რაციონალური აზრი არსებობს მის გარემოცვაში, რომ უბიძგოს ამ პროცესს ისეთი მიმართულებით, რომ საქართველოში მას თუ არა მის შვილებს მაინც დაედგომებოდეს. იმიტომ რომ თუ ეს პროცესი უმართავად განვითარდა, აი ღმერთთან უქნას და ეხა მართლაც რასაც ივანიშვილი აკეთებს, ვისთვის გულზეც ასხავს წყალს და იმ ნაციონალების თუ ვინც არიან კოლექტიური ნაციონალების ოპოზიცია, აი მე ბოლშევიკური ტერორი მონაგონი იქნებოდა. პირველ რიგში ეს ტერორი სწორედ მისკენ და მისი ოჯახისკენ იქნება მიმართული. და თვითონ რასაც აკეთებს, აი ეს მინდა ვთქვა განსაკუთრებით. სააკაშვილი დღეს ციხეში რო არის და 500 კაცი რო არ გამოდის გარეთ, 500 კაცი კი არა, რამდენი ხანია 5 კაციც არ გამოსულა გარეთ. რატომ? იმიტომ რომ სააკაშვილი იხდის იმის ფასს, რასაც აკეთებდა. მან თვითონ მოახდინა თავისი მმართველობის ბოლო 5 წელიწადში ლეგიტიმაცია იმისი, რომ დღეს როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ეგდოს ციხეში, პრინციპში ქართული ხალხის დიდი უმრავლესობა ამას ლოიალურად აკეთებს. ივანიშვილის რეჟიმი კობახიძის ხელით იქნება თუ წულუკიანის ხელით ახდენს იმის ლეგიტიმაციას, რომ მის წინააღმდეგ რაც არ უნდა გააკეთოს მომდევნო ხელისუფლებამ, თვითონ აძლევს არგუმენტებს იმ მომდევნო ხელისუფლებას, რომ აბა რა გინდათ, აბა ბიზნესს იცავ, აბა ბიზნეს მოbrunება გინდა? აი ზუსტად გადის სააკაშვილის გზას ერთი ერთზე და ყველაფერი, ყველა ის სისულელე, ყველა ის უტიფრობა, ყველა ის რაღაცა წულუკიანის თუ იმისი რა ქვია, ვოლსკის გესლიანი ფრაზა, რასაც ყოველდღიურად ხალხს ასმენინებენ, ეს ყველაფერი აი როგორც სააკაშვილის შემთხვევაში კონვერტირდა ვივამედის პალატაში, კიდე უფრო მძიმედ იქნება კონვერტირებული ივანიშვილის შემთხვევაში. უფრო მძიმედ ვიძახი, იმიტომ რომ სააკაშვილს ახლა რეალურად ხო ის სასჯელი არ მიუღია, რასაც იმსახურებდა. იმიტომ რომ გვერდში დაუდგა მთელი ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი და ეს დარტყმის ძალა მინიმუმამდე დაიყვანა. ძალიან საეჭვოა რომ ივანიშვილს ასეთი ფარი აღმოაჩნდეს. სააკაშვილისთვის კი დრამატულად მძიმეა ის, რასაც განიცდის. სააკაშვილისთვის დრამატულად მძიმეა, თუმცა რაც დაიმსახურა, იმასთან შედარებით ეს ალბათ 1-10-ზე არის შეფარდება და ივანიშვილის შემთხვევაში მას შეიძლება ასეთი ფარი არ აღმოაჩნდეს. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ეხლა რასისულელესაც დღეს ყოველდღე ჩადის წულუკიანი იქნება თუ კობახიძე, წულუკიანი და კობახიძე შეიძლება ისევე დაავიწყდეს ხალხს, როგორც ახლა სააკაშვილის და შევარდნაძის მინისტრები ხელისუფლების ცვლილების შემდგომ. ივანიშვილს მოუწევს ამ ყველაფრის ამ პოლიტიკური ფასის გადახდა. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ დრო არის დაფიქრდეს ის იმაზე, რომ აი როგორც იყო ერთი გაგიგიათ ალბათ ესპანეთის ფაშისტი დიქტატორი ფრანკო, რომელმაც თავი გადაირჩინა, იმიტომ რომ დროზე მიხვდა, რომ ცვლილებები იყო საჭირო და დროზე მიხვდა, რომ ხელისუფლების გადაცემის პროცესი თვითონ დაეწყო, ვიდრე ამას გამოგლიჯდნენ ხელიდან და ივანიშვილი ჩემი აზრით ვერ შეძლებს იმ ტიპით და იმ ფორმით ხელისუფლების შენარჩუნება, როგორც მას დღეს აქვს, რაღაცა მონარქიაც არ არის, რაღაცა ოლიგარქია, მაგრამ ის რომ მან ხელი შეუწყოს იმას, რომ ძალაუფლების გადაცემის პროცესი იყოს ნორმალური და არა ისეთი, რომ არანორმალურები მოbrunდნენ ისე ხელისუფლების სათავეში, ამის ბერკეტი შეიძლება ჯერ კიდევ ქონდეს. გასაგებია.
კიდევ ერთი რასაც უნდა ვისაუბროთ, ეს არის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე. ერთის მხრივ სწორედ ამ ნაწილში გაკეთდა განცხადება პრემიერი კოპახიძის, რომ მთავარი სწრაფვა და მიზანი კვლავ ევროკავშირის წევრობა არის და ეს გზა და ეს კურსი არ შეცვლილა და არავის გადაუხვევია აქედან და მეორეს მხრივ საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭარაშვილის განცხადება 3+3 ფორმატთან დაკავშირებით, სადაც მან კატეგორიული უარი განაცხადა ამ ფორმატში არათუ მონაწილეობაზე, არამედ გადაწყვეტილების გადახედვაზეც კი, მიღებული გადაწყვეტილების გადახედვაზეც კი, მან აღნიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გამო არ განიხილავს საქართველოს მსგავს ფორმატში მონაწილეობას რეგიონში კეთილ მეზობლურ ურთიერთობაზე თანახმა, მაგრამ არ განიხილავს ამ ფორმატში მონაწილეობას და მისი გადმოსახედიდან ეს 3+3 კი არა 3+2 ფორმატია და აქ საქართველოს არაფერი ესაქმება. ეს განცხადებები რამდენად გამოიწვევს მეტნაკლებად მძიმე შედეგებს საქართველოს კუთხით, ხო? ჩვენ ხედავთ, რომ შეიძლება ამ ეტაპზე დასრულებისკენ არ მიდიოდეს რუსეთ-უკრაინის ომი და ვთქვათ ისე მასშტაბურად და ისე მძლავრად ვერ ახორციელებდეს ტრამპი იმ დანაპირებს, რომელიც მან გასცა, რომ ამ ომის დასასრულებლად და სიმშვიდის და მშვიდობის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ პერსპექტივა იმის, რომ ეს ომი ასე თუ ისე რაღაც გაიყინა და ამ ფაზაში დარჩა და როცა საქართველოსათვისაც მოიცლის რუსეთი და როცა ამ განცხადებებს ყველაფერს დარწმუნებული ვარ, ისინი კითხულობენ, ეცნობიან და როცა ამ განცხადებებზე ჩვენ პასუხისგაცემა მოგვიწევს, ან თუნდაც დიპლომატიური კორპუსის სამუშაოები მოგვიწევს ამ მიმართულებით, რამდენად მძიმედ შეიძლება მოგვიტრიალდეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ. იქნება ეს 3+3 ფორმატი, იქნება ეს მოლაპარაკებების საკითხი, იქნება ჩანაწერი, რომელიც კონსტიტუციაში გვაქვს, რის გამოც რეალურად მიმდინარეობს და წარმოებს ომი უკრაინაში. რამდენად აცნობიერებენ თქვენი აზრით ამას ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ მძიმე და კრიტიკულ განცხადებებს რუსეთის ფედერაციის. ძალიან კარგი შეკითხვა არის ეს 3+3 საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება კი არა, ვერ უერთდება და მე როცა ვთქვი, რომ მაქვს ამის მოლოდინი, რომ შესაძლებელი არის რუსეთმა და ამერიკამ ერთდროულად მოახდინონ უახლოეს 1 წელიწადში, წელიწად ნახევარში ივანიშვილის რეჟიმის ჩანაცვლება. უყურეთ როგორი არის აქ საქმე. 3+3-ში ვერც ივანიშვილის და ვერც სხვა ხელისუფლება ვერ შეუერთდება, თუ არ იქნა გარკვეული პროგრესი რუსულ-ქართულ დიალოგში მიღწეული. რაღაცა უნდა, ასე ვთქვათ, ამ პროცესმა რომ ლეგიტიმაცია შეიძინოს, რაღაცა უნდა მოხდეს, არ ვიცი, შეიძლება ახალგორში, შეიძლება გალში დევნილების უნდა ჩანდეს, რომ ამ პროცესისგან იღებს სარგებელს არა მხოლოდ რუსეთი, არამედ საქართველო. ჩემი დაკვირვებით რუსეთი ამისათვის მზად არის. და ამისათვის რომ ასე ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლებას რაღაცა კომპრომისები გაუწიოს, ეს ასე ვთქვათ, მზადყოფნა რუსეთში არის, იმიტომ რომ მათთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოს მონაწილეობა ამ ფორმატში. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ამ ხახვით და კარტოფილით არჩეულ ხელისუფლებას, რომელსაც ოფიციალური მონაცემებითაც კი საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 50%-ზე ნაკლები აქვს ხმები აღებული და რეალურ შედეგებს თუ ვიტყვით ალბათ მე-13-ზე ნაკლები, ლეგიტიმაცია არ აქვს, ეშინიათ უფრო მარტივად რო ვთქვათ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ხვალ მაკა ბოჭორიშვილი ლავროვთან ერთად რო დაждდეს მაგიდაზე. დაიქცევა თბილისში ქვეყანა, გამოვა 100,000 კაცი ქუჩაში, რაც გავრილოვის დროს იყო, ის იქნება მონოგონი და ამ მოლაპარაკებების შედეგებს არავინ არ დაელოდება. ასეთი ტიპის მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, არის საჭირო. ოღონდ ასეთი ტიპის მოლაპარაკებებს ჭირდება ლეგიტიმაცია. აზერბაიჯანი იმიტომ წავიდა იმ თამამ ნაბიჯზე, გახსოვთ თქვენ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 დღეში გაფრინდა ალიევი მოსკოვში და იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით არ ქონდა იმისი პრობლემა, რომ ვიღაცა გამოვიდოდა ეხლა და იმას მოუწყობდა რა ქვია გადატრიალებას. გამსახურდია, იმიტომ ელაპარაკებოდა ელცინსაც და არძიმბასთანაც გახსოვთ თქვენ რომ ძალიან ისეთი რთული შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ არავის თავში არ მოვიდოდა მის ოპოზიციასაც კი რომ ეხლა ეს ქვეყანას ყიდის. და როცა ქვეყნის ხელისუფლებაში არის პოლიტიკური ძალა, რომელიც პერმანენტულად არის დადანაშაულებული ქვეყნის გაყიდვაში, მათ თუნდაც სწორი დიალოგის წარმოების მანდატი არ აქვს. რა თქმა უნდა რუსეთთან დიალოგი თვითონაც ჰქონდათ საარჩევნო პროგრამაში, ეგ და არის გასაკეთებელი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ქართულ ოცნებას ეს შანსი ჰქონდა თავისი არსებობის პირველი, მეორე, შეიძლება მაქსიმუმ მე-13 წლის მანძილზე, დღეს ბოლომდე დისკრედიტირებული ქართული ოცნება ამას ვერ დაიწყებს. ეს შეიძლება გააკეთოს მხოლოდ ახალმა ხელისუფლებამ, თუ კი მასაც ექნება შესაბამისი ლეგიტიმაცია და ამ შეკითხვას გავაგრძელებ აგრეთვე, რომ ჩვენთვის ეს ფორმატი არ არის მარტო აფხაზეთი და სამაჩაბლო. რა თქმა უნდა, აფხაზეთი და სამაჩაბლო არის ჩვენთვის პრიორიტეტი. მაგრამ ხა სოფლიოში რაც ხდება, ხედავთ,
საქართველო არის ერთ-ერთი უპატრონო ციგანი ბავშვით დარჩენილი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, იმიტომ რომ ამერიკამ ხელი აიღო, ასე ვთქვათ, თავისი მოკავშირეების უსაფრთხო პირდაპირ გამოაცხადა, რომ ყველამ მიხედეთ თქვენ თავს, საქართველო კი არა, საფრანგეთი და გერმანია ჩივიან, იცით რა ამბებიცაა, რომ მაგაძე არ ზრუნავს და ჩვენ აქამდე ჩვენი ჯარი და თავდაცვის სამინისტრო არ ყავდა, იმიტომ რომ ჩვენ ჯარში და თავდაცვის სამინისტროში კი ვყავს უпростоრად, მაგრამ მარტო ისინი მუშაობენ, რჩევლები და პრეზიდენტები. რეალურად საბრძოლო ბრძოლის უნარიანობა უკიდურესად დაბალი არის, ხო? და არც სხვა მოკავშირე არ აქვს. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან სერიოზულად რა ვიცი, აი კატასტროფულად სასწრაფო საკითხი არის, იმიტომ რომ ჩვენთვის დღეს მარტო აფხაზეთი და სამაჩაბლო კი არ არის ეროვნული უსაფრთხოების რისკები. მოდი ჰიპოთეტურად ვიტყვი, ხა არც ერთ ქვეყანას არ დავასახელებ, მაგრამ გვესაზღვრება 4 ქვეყანა. რუსეთი არის ამ 4-დან 1 და დანარჩენი ბედად საქვეყნები რომ დაგვესხან თავს და დაგვხსნიან თავისი ისტორიის მანძილზე არაერთხელ რა დაგვიცავს. აქამდე გვიცავდა ამ ყველაფრისაგან ამერიკის მოკავშირეობა, რომელიც აღარ არის მორჩა არც დე ფაქტო, არც დე იურე არ არის და აქედან გამომდინარე ქვეყანას ეროვნული უსაფრთხოების ახალი დოქტრინა ჭირდება და დოქტრინას ახლა დილობიანად ვიძახი, ქაღალდზე დაწერილი დოქტრინა კი არ ჭირდება, ჭირდება გარანტიები იმისა, რომ საქართველოშიც არ დატრიალდება ის უბედურება, რაც ეგრეთ ტრიალებს პალესტინაში და ლიბანში და უკრაინაში და ასე შემდეგ. გასაგებია, რაც შეეხება პარტნიორობის ნაწილს, ერთის მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ ქართულ ოცნებას უჭირს დასავლეთთან და დასავლურ ქვეყნებთან პოზიციონირება და მათ შორის რაღაც შეხვედრებიც კი დასავლეთში არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ურბანს და უნგრეთს. და მეორეს მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ ამ ყველაფრის პარალელურად ოცნებამ აბსოლუტურად ჩუმად და ყველასთვის მოულოდნელად გააფორმა 6 მილიარდიანი ინვესტიცია არაბებთან, ხო? ანუ არაბული კომპანია შემოდის საქართველოში ძალიან დიდი საქართველოს თითქმის საქართველოს ბიუჯეტის ხელა ინვესტიციით და ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს არავინ ეს რა ინვესტიცია, ჭყალებში ეს რა ინვესტიცია, რას თმობს ქართული მხარე, რა პრივილეგიები ენიჭება ამ კონკრეტულ კომპანიას, რა გადაეცა და რა ხარისხის საფრთხეებს უკავშირდება ის ეკონომიკური ინვესტიციად წოდებული, რომელიც აქ უნდა განხორციელდეს, ხო? 6 მილიარდი მით უმეტეს არ არის თანხა, რომელშიც მხოლოდ კორპუსების აშენება და რაღაც მინი ქალაქების აშენება იყოს თავარი მოცემულობა ამ კომპანიის, ხო? აი რამდენად საფრთხილო არის ამ პოზიციაში, რომელშიც საქართველო იმყოფება, მით უმეტეს ჩვენი სამეზობლოშიც რა ვითარებაც არის. მით უმეტეს რომ ჩვენ არ გვყავს უпростоრეთ მყარი პარტნიორი, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებს. აი ამ ფონზე რამდენად საფრთხის შემცველი არის ინვესტიცია, რომელიც უნდა განხორციელდეს. თან თუ ვიხელმძღვანელებთ იმას, რომ საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა არის კატასტროფულად მძიმე, იმდენად მძიმე, რომ შობადობა ჩამოწდა ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მინიმალურ ნიშნულს, ხო 29000-ია თუ არ ვცდები, რაც ძალიან დაბალია. თათია, მე ვფიქრობ, რომ საფრთხე არის არა ინვესტიცია, არამედ ჩვენი საკუთარი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც შეიძლება იყოს ისეთი ტიპის საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც ქვეყანას დააზარალებს. მე ზოგადად ვარ უცხოური ინვესტიციების მომხრე, სულ ერთია არაბული, იქნება რუსული, ფრანგული, ამერიკული თუ რაც იქნება ჩვენს ეკონომიკაში ჩადებული, ოღონდ ყველა ქვეყანას აქვს რაღაცა გარკვეული წინაპირობები და ეს წინაპირობები გამომდინარეობს მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან და ვინაიდან ჩვენ არ გვყავს თავრობა საკუთარი, გვყავს რაღაცა კორუმპირებული ბანდა, ეს პირობები ახლა წარმოიდგინეთ ალუდაღუდუშაურის სახეს, ახლა მილიარდი რო დაანახო, რაიმე წინაპირობას წაუყენებს რომელიმე ინვესტორს. ეს წინაპირობებზე ჩვენ მრავალჯერ გვისაუბრია გასული წლების მანძილზე, დაწყებული იქიდან რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს, დაწყებული იქიდან რომ სამუშაო ძალა არ უნდა შემოვიდეს, არ უნდა იყოს კომპაქტურად, არ უნდა გაჩნდეს ასე ვთქვათ რაღაცა ტიპის ჩასახლებები და მუდმივად უნდა არსებობდეს აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების ორგანოების მიერ კონტროლი იმისა, რომ ამას არ შემოყვეს თავისი პოლიტიკური გავლენები. ეხლა ბევრი არის თბილისში გაღიზიანებული იმითი, რომ დაუშვათ ძალიან ბევრი ინდუსი არის და ნუ სხვა ეროვნების წარმომადგენელიც დადის უკვე ქალაქში თვალს ხვდება და ეს აღარ არის რაღაცა ეგზოტიკური იშვიათობა. აქაც მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აი ჩვენ რო გვყავდეს ნორმალური ხელისუფლება, შეიძლება ბევრი უცხოელი ცუდი არ იყოს და კარგი იყოს, თუ ჩვენ დარწმუნებული ვიქნებით, რომ ეს არ არის არც შრომითი მიგრანტი, ეს არ არის არც რაღაცა დასასახლებლად შემოსული ტოლული, არამედ რა ვიცი, სტატისტიკა უნდა ქვეყნდებოდეს, რომ ეს არის ან ტურისტი, ან ინვესტორი, ან მაქსიმუმ სტუდენტი, ხო? მაგრამ როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს გვიმალავენ და როდესაც
ჩვენ ხედავთ რომ ესე ვთქვათ ეს ყველაფერი ხელისუფლებისთვის არის მეორე ხარისხოვანი, რა თქმა უნდა, რისკი იმისა, რაც თქვენ ბრძანეთ არის. და რისკი ჩვენ ვიცით ახლა ამას ბევრი დისკუსია გქონია, როდესაც მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტი განიხილებოდა, რომ კომპაქტურად დასახლებული განსაკუთრებით ეს ჩვენი აზიელი მეზობლები ჩვენს ტერიტორიებზე რაღაც რამოდენიმე ათწლეულში აუცილებლად გადაიზრდება ხოლმე პოლიტიკურ პრობლემაში. ეს ვნახეთ ერთხელაც, ორჯერაც, სამჯერაც და ოთხჯერაც ეს მაგალითები და სამწუხაროდ მე ესე ვიტყვი ესე რომ ინვესტიციებზე კი არ უნდა მიმართოთ ჩვენი ასე ვთქვათ წინამდებობა. საქართველოს პრეზიდენტი რო იყოს ზვიად გამსახურდია 6 მილიარდი დოლარი არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან ეს იქნებოდა ციური მანანა ბედნიერება, რომელთაც შეგეძლო საქართველოში გაგეხსნა ასობით ქარხანა, დაგესაქმებინა 10,000-ობით ადამიანი, ისინიც მოგებას ნახავდნენ და შენც. მაგრამ როდესაც ქვეყნის სათავეში არიან ჩარჩები და სოვდაგრები, რომლებმაც რა გაყიდონ და რომელიც საქართველოს უყურებენ როგორც რაღაცა ფინანსურ აქტივს, რა თქმა უნდა ჩვენ ნებისმიერ საკითხს ეჭვის თვალით უყურებთ, განსაკუთრებით როდესაც ეს ამ ინვესტიციებს მოყვება, ასე ვთქვათ, რაღაცა მიგრანტების ძალიან დიდი რაოდენობა, რომელსაც უყურებთ, უკვე ეს ფაქტი არის და არა მარტო ჰიპოთეზაა. გასაგებია. ასევე ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ხელისუფლების და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესების პოზიციაც, ხო? აი მაგალითად ჩვენ ნახეთ ბოლო პერიოდში ძალიან მძიმე და ახლაც მიმდინარეობს, ეს არ უნდა დავივიწყოთ, პროტესტი ჭიათურაში, მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში, რაც მართლა ძალიან მძიმე შედეგებამდე მივიდოდა, რომ არა მეუფის ჩართულობა, შიმშილობა ჰქონდათ გამოცხადებული რამდენიმე მაღაროელს და შემდეგ მეუფის თხოვნით მათ ეს შეწყვიტეს. ამ მძიმე მარხვაში ასეთი იყო რჩევა და მათ გაითვალისწინეს. თუმცა ჩვენ ვხედავთ აი კომპანიის დამოკიდებულება როგორია. ამ კომპანიას არ აინტერესებს რომ 3500-ზე მეტი ადამიანი რჩება უშეორად, უსახსროდ ყველანაირი პერსპექტივის გარეშე რომ მთლიანი რაიონი იყო ამაზე მორგებული და ეს რაიონი სრულად მაღაროზე რომ არის მორგებული ახლა ყველაფრის გარეშე რჩება. ამ ნაწილში სახელმწიფო საერთოდ არ ერევა, მეტიც ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ შეუძლებელია და პრინციპულად მიუღებელია რომ ბიზნესში რაღაცაირად ჩაერიოს, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ხელისუფლება არანაირ მხარდაჭერას არ უცხადებს ამ ადამიანებს და ისედაც ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია არის ეს, რომ გასაგებია რომ შიმშილობენ მაღაროელები, გასაგებია რომ პრობლემაა, მაგრამ ამ ნაწილში ხელისუფლება ღელავს, თუმცა არაფერი შეუძლია, ასეთი იყო პოზიცია. აი ასეთი დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან, მსგავსი ტიპის დამოკიდებულება ბიზნესის მხრიდან, რამდენად უწყობს ხელს სწორედ იმას, რომ ქართველები გავიდნენ ქვეყნიდან, საზღვარგარეთ იპოვონ სამსახური, რომელიც ელემენტარული მათი ოჯახების რჩენას რაღაცნაირად აუვადა ხელს შეუწყობს და აქ შემოვიდნენ ისეთი ქვეყნიდან მიგრანტები, რომლებისთვისაც ელემენტარული საკვები და უსაფრთხო რაღაც ოთახი, სადაც დაიძინებს, არის ყველაფერი და იმუშავებს ნებისმიერ თანხაზე. ანუ ეს რამდენად მიემართება, ეს პრეტენზია რამდენად მიემართება ხელისუფლებას და არა ვიღაც კონკრეტულ ინვესტორს ან კონკრეტულ თუნდაც პირს. კი ბატონო, შეკითხვებში არის თვითონ პასუხი ზუსტად, რომ ეს პროცესი უნდა იქნეს დანახული მთლიანობაში. რომ დღეს, როდესაც ყოველთვის დღეს მომენტისთვის აქვს ჩვენს მოქალაქეებს წვდომა ევროპის ქვეყნებთან, იქ იწყება ყველაზე დაბალი 600-700 ევროდან ხელფასი. თუ უახლოეს წლებში საქართველოში არ იქნა, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი დასაქმების და საშუალო ხელფასის ზრდა მინიმუმ ამ რაოდენობამდე მიახლოება მაინც, რა თქმა უნდა ეს ბუნებრივი არის, ბაზრის კანონი არის, რომ ჩვენი მოსახლეობა წავა ესპანეთში ძიძებად და მის ადგილს დაიკავებენ ის, ვინც 100 და 200 ევროდ ან უფრო ნაკლებადაც იმუშავებენ განსაკუთრებით აი ეგეთი ტიპის სამუშაოზე, სადაც ფიზიკური შრომა მოითხოვება. და ამ ყველაფერს საქართველოს ხელისუფლება აღიქვამს არა საფრთხედ, არამედ აღიქვამს პროგრესად. და ჩვენ ყველას გვახსოვს ივანიშვილის ინტერვიუ, რომელმაც განაცხადა, რომ მე პირიქით ხელს შეუწყობ ამ პროცესს, ია ბილეთებს აგიღებთ ევროპაში, წადით, ვინც დარჩით საქართველოში, აქ ისინიც გადაშენდით აქედან. თქვა პირდაპირ ამ ადამიანმა. იმიტომ რომ მისთვის საქართველოს რაიმე, ასე ვთქვათ, იდენტური, პოლიტიკური, კულტურული ერთეული არ არის. ეს არის მისთვის უძრავი ქონება 70,000 კვადრატული მეტრი, სადაც 2 მილიონი მუშახელი დარბის კიდე აბორიგენი მოსახლეობა. აი ესე უყურებს ის ამას. აქედან გამომდინარე, მე კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ცოტა ილუზია მგონია ეხა რაღაცა საქართველოში შრომის უფლებების დაცვა, ან რაღაც დემოგრაფიაზე ზრუნვა,
როდესაც ქვეყნის სათავეში არის გამყიდველი რეჟიმი. სანამ ეს რეჟიმი იქნება, აი მგონია რომ რაღაც დემოგრაფიული როგორ უნდა გაიმასახნა დემოგრაფიული ვითარება გადაარჩინა, როდესაც თქვენ იცით რომ ეს არის ურთულესი კომპლექსური საკითხი, რომელიც სოციოლოგიურიდან დაწყებული უკავშირდება კულტურულ და იდეოლოგიურ, ასე ვთქვათ, ფაქტორებს, რომელიც ყველა ამის წინააღმდეგი არის. ერთის მხრივ ყველა დედას ეშინია რომ მეორე შვილი გააჩინოს, იმიტომ რომ დამატებითი ხარჯია და მეორეს მხრივ ტელევიზიიდან, კინოდან ყველგან ესმის რომ რა მრავალშვილიანობა და ეს ჩამორჩენილობა არის და რა საქართველოს და რა საქართველოს გადარჩენა ეს დასაცინი ესენი არის საერთოდ ღირებულებები და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ თუ საქართველოში მე არა ვარ დარწმუნებული რომ დარჩა, მაგრამ თუ დარჩა კიდე ეროვნული ენერგია ეს მიმართული უნდა იქნეს იმ თავარი ეროვნული ამოცანისთვის რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს ივანიშვილის ხელისუფლების გაშვება კონსტიტუციური გზით, ისე რომ არ იქნას დაშვებული აი ეს რევანში არაკონსტიტუციური პროცესი, რომელსაც ვხედავთ ჩვენ რომ ამისი დიდი მცდელობაც არის. Ძართული ამოცანა არის რეალურად ორიზე ამოცანა არის ერთდროულად გადასაწყვეტი, მაგრამ თუ ეს ორი ამოცანა არ იქნა გადაწყვეტილი, ეხლა ის რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველოში ქვეყნის დემოგრაფიული გაჩანაგება განადგურდება, მე ამისი არ ვჯერა. და არც ის არ ვჯერა რომ არაბი კი არა, რომელიმე ჩინელი ან ნებისმიერი სხვა მილიარდელი რო ჩამოვა და ეტყვის ივანიშვილს რომ მომყიდეს საერთოდ ერთი ეს გურია და რაჭაო, რომ ივანიშვილი ამას უარს ეტყვის, ვერ ეტყვის. და არ ეტყვის თავისი ბუნებიდან გამომდინარე და აქედან გამომდინარე მახსენდება ერთი ცნობილი მწერალი იყო ქართველი ნოდარ წულეისკერი გაგიგიათ ალბათ მის მემუარებში მაქვს წაკითხული რომ დავწერეო ერთხელ სტატია გაგანია კომუნისტების დრო არის 70-იანი წლები და დავწერეო წერილი ქართული კამეჩი გადასარჩენი არისო და ძალიან მომიწონესო და შემაქესო ეხა იქაო იმ დროის ასე ვთქვათ ინტელიგენციაში ყველა მაკებსო და შევხვდეო ერთხელ ქუჩაში გამსახურდია და ეუბნებიო ჩემი სტატია თუ მოგიწონაო და რაღაც ისე ამიქციაო ასე ვთქვათ ყბა მომიქციაო და არ მიპასუხავდა ჩავეძიო ყველას მოწონსო და შენ რატო არ მოგწონსო რისი კამეჩი გენაცვალე ქართველი არის გადასარჩენიო და მე მგონია რომ იმ პირობებში როდესაც ყავს ჩვენ ქართველთ მოძული ანტიეროვნული ხელისუფლება რომელიც ხვალ საერთოდ მონათა ბაზარზე გაყიდის მთელ ქვეყანას სხვა რაღაც ლოკალური ამოცანების განხილვა მგონია რომ მოკლებული არის რეალურ შინაარს შეუძლებელი იქნება იმიტომ რომ თუ ეს ხელისუფლება დარჩება რაც არ უნდა კარგი კანონი მიიღოთ თქვენ და მიიღეს კიდევაც როგორც მახსოვს რაღაცა მრავალშვილიანების მხარდაჭერის შესახებ რაღაცა არაერთი ინიციატივა ქონდა მე ხო ეს ისევ იმ თავრობამ იმ მინისტრმა იმ პარლამენტმა იმ საკრებულომ იმ გამგებელმა უნდა განახორციელოს რომელიც ისევ ამ ხელისუფლების დანიშნული არის და ეგ არ მახსოვს ეხლა ნამდვილად მოქმედ გამგებელს არ ეხება, მაგრამ ერთ-ერთ გამგებელთან მივიდნენ თბილისის ერთ-ერთ რაიონში, 6 თუ 7 შვილიანი დედა და როცა უთხრა რომ რაღაცა პატარა მეკთხოვეო, მე მაგის გაჩენა და ეს ფრაზა, მიუხედავად იმისა, რომ ის გამგებელი დღეს პოსტზე არ არის, ეს არის ამ ხელისუფლების პოზიცია, რომ რასაჩენ თუ არა გაქვს თავი იმისა, რომ 6 და 7 შვილი არჩინო და ის გაგება, რომ ეს 7 შვილი ქვეყნის აქტივი არის, ეს ქოცობისაგან და ივანიშვილისაგან, რა თქმა უნდა, ძალიან შორსწყყოფი ღირებულებაა. ხო, თუმცა საზოგადოება უნდა მივიდეს ალბათ იმაზრამდე და საზოგადოებამდეც უნდა მივიდეს ალბათ ის იდეა, რომ თითოეული პრობლემა იქნება ეს სოციალური, დემოგრაფიული თუ სხვა, გარდა პოლიტიკურისა, რომელშიც ყველა დაუბრძენდით, ყველა ეს პრობლემა მიემართება მხოლოდ ხელისუფალს. მხოლოდ ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ კონკრეტულ საკითხებზე მოუთხოვოთ პასუხები. იქნება ეს დემოგრაფიული პრობლემა, იქნება ეს სოციალური პრობლემა, იქნება მაღაროელების საკითხი თუ ნებისმიერი სხვა. არ შეიძლება რომ 13 წელზე მეტი ერთი და იგივე გვესმოდეს, რომ ახლა არ არის სოციალური პრობლემების დრო ნაცებია და სასრულებელი, ახლა არ შეგვიძლია ხელფასების ვიღაცისთვის მომატება, იმიტომ რომ ნაცები არიან გასასამართლებლები, ახლა ვერ მივხედავთ დემოგრაფიას, იმიტომ რომ deep state-ი გვებრძვის და ასე შემდეგ. სანამ ალბათ საზოგადოება არ მივა იმაზრამდე, რომ არ შეიძლება რომ ერთსა და იმავე ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებდეთ 13 წელი ძალიან დიდხანს მოგვიწევს კიდე ამ ყოფაში ცხოვრება და ისე გაგრძელება როგორც ახლა ცხოვრობთ სამწუხაროდ. დიდი მადლობა რომ იყავით სტუმარი. ჩვენ პირველ ბლოკში ვსაუბრობდით კახა კუკავასთან ერთად. ჩვენ მოვისმინოთ მოკლე კომენტარები სასულიერო პირების მხრიდან გაკეთებული დღეს სხვადასხვა ტაძრებში და შემდეგ უკვე ჩვენი სტუმარი იქნება კახა ელისბარაშვილი. დღევანდელ დღეს ეკლესია აღნიშნავს იესო ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში, როდესაც მაცხოვარმა წმინდა ლაზარე აღადგინა 4 დღის მკვდარი, ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა იქაურ
ადამიანებში და მაცხოვარმაც წინასწარ იცოდა თუ რა დღეები ელოდა მას და მან მოინდომა გაუხედნელი კვიცით შესვლა იერუსალიმში და როდესაც მაცხოვარი შებრძანდებოდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი გამოვიდა, პალმის რტოებს ყეხავდნენ, ბაიას რტოებს, საკუთარ ტანსაცმელს უფენდნენ და ყიჟინებდნენ ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელი